დღემშვიდობისა მეგობრებო, რომ იტყვიან დანაპირს არ მიხსნის, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რადგან დღევანდელი ვიდეო ეხება UFC 323-ს და სადაც ჩვენი ჩემპიონი მანქანა მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს ეჯახებოდა და მე მინდა ვთქვა ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულო იქნებოდა რომ ეს სერია არ შეწყვეტილიყო სამწუხაროდ და მე უფრო იმაზე მინდა ხაზი გაუსვა რომ მართლა ეხა ეს რაღაცა საპნის ბუშტები დიდხანს არ გაყვება ხო ზოგადად და იმ რეალობას და ამიტომ ცოტა უნდა გამოვიდეთ იმ რეალობიდან რომ მერაბი მართლა მანქანა არ არის მეგობრებო და ეს რაღაცა დათური სამსახური გაუწია საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ საკუთარ თავს ესე ავნო, ხო, უბრალოდ არ შეიძლება და აი ზუსტად მისმა ფიზიკურმა სხეულმა სიგნალი მისცა და კარგია რომ ცოტა იქით შორს არ მოხდა ეს ამბავი და აქვე რომ ამ შეცდომას მიაქციოს ყურადღება, რა თქმა უნდა გულისხმობ მე მომეჩვენა სანამ გამოვიდოდა რინგზე მეგობრებო, აი ხელს რომ უხვევდნენ თუ გახსოვთ ის მომენტი, აი როგორი შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ძალიან მშვიდი იყო და ესეთი კონცენტრირებული. მე კიდე პირიქით მომეჩვენა რომ ძალიან აი რო იტყვიან დაღლილი, რაღაც გამოფიტული რო ხარ და აი თითქოს ძალა გამოცდილის შეგრძნება დამრჩა და რა თქმა უნდა ეხა იხტიბარს არ გაიტეხდა, გამოვიდა ვთქვათ თავისებურად როგორც ის დახტოდა აქეთ-იქით და ყველაფერი რიგზეა ვითომ, მაგრამ ერთ წელიწადში სხეულს ესეთი ტრავმა მიაყენო, ესე იოლად არ გამოვა, იმიტომ თან კი ბატონო რეკორდს ამყარებდა და სამწუხაროდ აი მეგობრებო სენთჰეგენთან თუნდაც შონ ომალისთან დაეთმო ეს ქამარი და ოღონდ არ მინდა ეხა ამას შეურაცხყოფა მივაყენო, უშვერი სიტყვებით მოვიხსენიო, მართლა მაგრამ მოემზადა და ყველაზე მთავარი, ანუ მერაბმა დააკლო თავის მომზადებას რამე გამორიცხულია. უბრალოდ სხეულმა უარი უთხრა რა. აი თუ დააკვირდებით მეგობრებო, ყველა ის პლუსი, რაც მერაბს აქვს თავის საბრძოლო არსენალში, ტეიქდაუნები პირველ რიგში, ეს დაუღლელობის სინდრომი, რომელიც სად გაქრა მეგობრებო, აი შარშანდელი თოვლივით გაქრა ეს ყველაფერი, არც კარდიო იყო, არც ტეიქდაუნები გამოსდიოდა. დგომში კიდე მეგობრებო, ნუ არ ვიცი, ერთი რო იტყვიან ნაკაწრიც არ ქონდა იანს, გეგონება ბალიშის ხელთათმანებით უტყამდა მერაბი და ის კიდე რაღაცა რკინის მუშტებს უტყამდა, რა თქმა უნდა ამტანია, რა თქმა უნდა და გაუძლო ამ ცემატყებას. თუმცა ის პლუსები ვერაფერი ვერ გვანახა, რა თქმა უნდა კიდე თავს ვიკავებ, მართლა თავს ვიკავებ, რომ რაღაც სიტყვებით მოვიხსენიო ის ღრუსი და ცოტა დავაცადე ჩემს თავს, რომ ცოტა დაუწყნარებულიყავი, მაგრამ აი ახლა აი ამ თემას რო შევეხე, ისევ წამოვიდა ყველაფერი, რომ ვუყურებდი ტელეეკრანზე, ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მერაბის თავს ხდებოდა, მით უმეტეს ესეთ გამოცდილს, ესეთ რა რო იტყვიან, ჭიპი უკვე მოჭრილი აქვს ამ ორგანიზაციაში, იცის ყველაფერი რა უნდა გააკეთოს. ის კი ამბობდა, რომ ყველა დეტალი შევისწავლეო და ყველა შეცდომა გამოვასწორეო და საოცარ ფორმაში ვარო. რა თქმა უნდა, მან დაამტკიცა, რომ საოცარ ფორმაშია, საუკეთესო ალბათ პიკი, რაც შეიძლება ითქვას. იანი, ხოლო მერაბი სამწუხაროდ
პიკი კი არა, ყველაზე საშინელ ფორმაში წარმოჩინდა, იმიტომ რომ ეს უბრალო ამბავი არ არის მეგობრებო, ჩვეულებრივად შეიძლება გადაწვა სხეული, მით უმეტეს მისი არანორმალური მომზადება, მოგეხსენებათ ყველას, ვინც კარგად ერკვევით UFC-ს ამბებში და მით უმეტეს ესეთი დატვირთვით, როგორც თავს არ ზოგავს მერაბი, უფრო იოლად მოსალოდნელი იყო ის, რაც მოუვიდა მის სხეულს, რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი ტეიქდაუნები რო არ გამოუვა მერაბს, უკვე კატასტროფაზე შეიძლება ვილაპარაკოთ. დგომში, რა თქმა უნდა, ვერ აჯობებდა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი სნაიპერული დარტყმები აქვს. გინდა ხელით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ბოქსის, ღრუს და ფეხს რა მაგრახმარობს, რამდენჯერმე კინაღამ გათიშა, კინაღამ, მაგრამ ისევ მისმა ამტანობამ გაჭრა და გააგრძელა ბრძოლა და ყველაზე მთავარი მომეჩვენა კატასტროფულად უძალოდ მერაბი, რაც მანამდე და მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით, რომ სენდჰეგენთანაც ვერ იყო ისეთ ჯანზე, პირდაპირ ვიტყვი და ამ ჩხუბისთვის საერთოდ როგორც გამოწურული ლიმონი, ისეთი გამოვიდა ჩვენი მანქანა და ეს მითი დაიმცხრა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კიდე კარგად გაუძლო მეგობრებო, არ არის ეს 25 წლის ბიჭი და ბოლო-ბოლო ორგანიზმია რა და ამიტომ ესეთი ზეწოლა და როცა იძახი რომ ესე იტანჯები და ეს დასამალიც არ არის, თვითონაც ამბობს რომ წონის კლებისას ძალიან უჭირს. ხო და არ ვიცი, მე მგონი თეთრზე შავით არის მეგობრებო, რომ ამ წონიდან უნდა გადავიდეს. კი ბატონო, ეს რევანში თავს უნდა გადაახტეს და ისევ წაართვას ქამარი და ეგრევე უნდა შეიცვალოს წონა. იმიტომ რომ ესე გაგრძელება უბრალოდ თვითყვალობას უდრის ჩვეულებრივად, რომ ვიღაც იტყვის, ხო, რა დააკლო. არაფერი არ დააკლო, მაგრამ როცა ძალა აღარ მოყვება და მით უმეტეს ესეთი მოჭიდავე ხარ, მერაბ დვალიშვილს გულისხმობ, ესეთი პროფესიონალი მოჭიდავე ხარ და შენი ყველაზე მთავარი სკილი რო იტყვიან არის ჭიდაობა, პარტერი და პარტერშიც ვერაფერს ვერ შვები. წარმოიდგინეთ, როგორ მოემზადა ის და როგორი უძლური აღმოჩნდა მერაბი, რომ ვერ ახოხიალა ტრიაპკასავით. იმიტომ რომ ძალა არ აქვს. ფაქტია, ხო? მით უმეტეს 3-4 მომენტი იყო, მეგობრებო, გაიხსენეთ, რო ჩვეულებრივად მის ადგილზე სხვა ამ შანსს არ გაუშვებდა და მოახჩობდა ანაკონდასავით. ჩვეულებრივად ეს რო ჯანზე ყოფილიყო, ალბათ მასაც იგივე უნდა ექნა და 3-4 ჯერ გაექცა გილიოტინიდან იანი. წარმოგიდგენთ მეგობრებო, ეს პირდაპირი მიმანიშნებელია იმის, რომ საერთოდ ძალა არ ქონდა მას, საერთოდ. და ძალიან გულდასაწყვეტია რა, იმიტომ რომ რეკორდზე არ არის საუბარი რა, უბრალოდ სიტყვებსაც ვერ ვპოულობ, ისეთი ნერვებ მოშლილი ვარ, წარმომიდგენია მის გულში რა ხდება, ალბათ თავის თავს ვერ პატიობს და ესეც იყო, ვერ იჯერებდა რომ ეს ბრძოლა დათმო. იმიტომ არა რომ ეხა მის სახეს ესე ავნო იანმა და ესე დაასისხლიანა და ესეთი ნაცემი გამოჩნდა და ის კიდე ესეთი მოპრიალებული ეს ღრუსი. მაგაზე არ არის მეგობრებო, უბრალოდ მან იცის რომ ესეთი უძლური, როგორც აღმოჩნდა, რომ ესეთი გამძლეც თავისთავი ნახა რომ აღარ იყო, ვერც დგომში ვერაფერი დააკლო და მით უმეტეს ის ხელსაც და ფეხსაც არანორმალურად კარგად ხმარობდა მასთან მიმართებაში და მოკლედ ძალიან დააზიანა მეგობრებო რა. კი, რა თქმა უნდა, ბრძოლა ბოლომდე მივიდა და მისი სურვილი იყო რომ უნდა დაენოკაუტებინა იანი, მაგრამ
მე ვიტყვი რომ გადარჩა პირიქით და დროზე ადრე შეიძლებოდა რამდენიმეჯერ დაესრულებინა ეს ორთაბრძოლა მერაბს, მაგრამ რა თქმა უნდა შეიძლება ითქვას რომ გადარჩა, იმიტომ რომ ისეთი სახიფათო მომენტები, აი თუ არ ჩავთვლით იმ გილიოტინებს, რომელიც გაანიავა და ძალის უქონლობიდან გამომდინარე ვერ განახორციელა, ეს შანსები გაანიავა. რამდენიმეჯერ მეგობრებო იმ ღრუს ჰქონდა დროზე ადრე მოგების შანსები და უბრალოდ ვერ ვიჯერებდი რომ ეს მერაბი იყო და ამ ორთაბრძოლას აგებდა, იმიტომ რომ თუ გადაწყვეტილებამდე მივიდოდა საქმე, ნამდვილად კი ბატონო ეს აქტიურობდა, მაგრამ ამ აქტიურობას არაფერი მოქონდა. მისთვის დამაზიანებელი, რა თქმა უნდა. და აი საჯების გადაწყვეტილება სამი არბიტრიდან პირველ რაუნდში მერაბს მისცეს სამივე მერთხმად მოგება, მეორეში უკვე მეორეში ორმა მსაჯმა იანს მისცა, აი იმ დერეკ კლერიმ ისევ მერაბს მისცა, მესამეში ისევ 2-1-ის წინააღმდეგ, ისევ იანს მიანიჭეს უპირატესობა, მეოთხეში ასევე უკვე სამივემ, რა თქმა უნდა, სამივემ მესამეშიც და მეოთხეშიც და მეხუთეშიც ერთხმად სამივე არბიტრმა პიოტრ იანს მიანიჭეს გამარჯვება და საბოლოო ჯამში 46-ით 49, 47-ით 48 და 46-ით 49. აი ესე დავმარცხდით მეგობრებო და რა თქმა უნდა, რა სხვა ამბავია რა, როცა ამ ღრუსთან წააგო, ოღონდ აი ხო ვამბობ რა, წინა ჯანდაბამდე გზა ქონია იმ რეკორდსაც, წინა ბრძოლა წაეგო მერჩივნა სენთეგენთან და კამარი მისთვის მიეცა დროებით, ვიდრე აი ამ ღრუსისთვის და ამიტომ სამწუხაროა ასმაგად და მისთვისაც რა თქმა უნდა და ჩვენ საერთოდ დანგრეულები ვართ ყველა, რომ ამან გადაიკიდა მისი საჩემპიონო კამარი. რა თქმა უნდა, ეხა იქნება რევანშის ამბავი, რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენად კარგად არის უკვე შესწავლილი, მე ესე მომეჩვენა ყოველ შემთხვევაში იანი, რომ არ ვიცი მეგობრებო, რამდენად შეძლებს შემდეგ ორთაბრძოლაშიც მის დამარცხებას. არ ვიცი, ეს ძალები თუ არ გაუსამაგდა მაინც მერაბს, რომ აი ტრიაპკასავით ბოლო-ბოლო მეს უფიქრობდი, აი ხო ვერ ვიტან ამ ხოხვას, ამ გრეპლინგს, მაგრამ იმდენად არ გამოსდიოდა დგომში ჭხუბი მერაბს, რომ აი რო იტყვიან მინდოდა რომ ოღონდ ახოხიალე, ოღონდ, მაგრამ იქაც არ გამოსდიოდა მეგობრებო და ანუ აი რაღაცნაირად ორზღვაშუა იყო, რომ ვერც ჭიდაობდა, ვერაფერს აკლებდა გრეპლინგშიც და მით უმეტეს 29 მცდელობიდან 2 ტეიქდაუნი მარტო მეგობრებო. ეს კატასტროფაა, ეს უბრალო ციფრები არ არის, ეს არის აი ზუსტად მისი სხეულის გამოძახილი, რომ ესე გაგზელება აღარ შეიძლება. აუცილებლად და სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს მან წონითი კატეგორია და დგომში ხო მით უმეტეს კი ნახეთ როგორ დააზიანა იანმა და როგორ ზუსტ და როგორ სწრაფ დარტყმებს აყენებდა მერაბისგან განსხვავებით. ნუ რა ვქნათ მეგობრებო, უნდა ვაღიაროთ, რომ მერაბი დგომში საერთოდ არაფერი მოსატანია მით უმეტეს იანთან და კიდევ სხვა მოჩხუბრებთან. აი თითქოს რაღაცა ურტყამს, მაგრამ ძალა არ აქვს მის დარტყმას. ანუ ზიანი არ მოაქვს. ხო და ამიტომ არ ვიცი რაზე მუშაობენ მეგობრებო, მით უმეტეს კიდევ და აი თვალებიდან არ ამომდის ის მახრჩობელა ილეთები, რომელიც ასე გაანიავა, მაგრამ გაანიავა რატომ? იმიტომ რომ ძალა არ ეყო, ხო უნდა დაახჩო ბოლო-ბოლო, ამას ძალა ხო ჭირდება, ხო ჩაკეტო ეს ხელი და
აღარ უნდა გაგექცეს კაცი, მანამ ნუ გაექცა რა. ერთხელ არა, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ. ამიტომ აი ბევრჯერ საუბარი ამაზე უკვე აღარ მინდა, იმედია რომ რევანშს აიღებს და თუ არ შეიცვლის წონას, არ ვიცი, კაი შედეგს არ მივიღებთ მეგობრებო. ასე რომ ესე კიდევ შევეხები პანტოჟას ფატალურ წაგებას, მანამდე ჯოშუა ვანთან პანტოჟას ქონდა კამრის დაცვა და საოცარი რამ მოხდა, ჯოშუა ვანმა ხელის დაურტყმელად გადაიკიდა კამარი, ესე იგი ჩვეულებრივ დავარდნას ემსხვერპლა გადაუტყდა ხელი პანტოჟას და არ ვიცი ის დაბრუნდება თუ არა კიდევ ამ სპორტში, არ ამგონია, იმიტომ რომ ჯეროდის აღიდგენს ამ საშინელ ტრავმას და მერე კიდე თუნდაც რომ კარგად იყოს, როგორია ეხა ჩხუბი ისეთ დონეზე. არ ვიცი, ესე რო იტყვიან, ესე ფატალურად დაკარგა კამარი და შევეხები კიდევ არაჩვეულებრივ ჩხუბს, ბრენდონ მორენო და ტაცურო ტაირა, ძალიან მაგარი ბიჭია და ეს ტაცურო ტაირა უეჭველად იმედი მაქვს რომ პანტოჟას ჯავრს ამოიყრის და ჯოშუა ვანს აი ამ დაუმსახურებელ და აი ამ ჰაერით მოტანილ, აი ამ არ ვიცი, უბრალოდ თოვლის ბაბუა რომ მოვა და რომ გაჩუქებს რაღაცას, აი ესე როგორ შეიძლება მეგობრებო დარტყმის გარეშე მოიგო ჩემპიონის ტიტული. არ ვიცი, ეს არ ვიცი რა არის. ასე რომ ტაცურო ტაირას გულშემატკივრობ შემდეგ ორთა ბრძოლაში, საჩემპიონო ბრძოლაში და ჰენრი სეხუდო, პეიტონ ტალბოტი, აი საოცარი ბიჭია, საოცარი, ნუ სამივე რაუნდი მოუგო საჯების ერთიანი გადაწყვეტილებით, საოცარი ბიჭი, აი უბრალოდ ბურძგლავს, ისე მაგრად ჩხუბობს, მე რომ მიყვარს და ალბათ ძალიან ბევრსაც. მოკლედ სიამოვნება მივიღე მისი ჩხუბიდან გამომდინარე და აი ესე და ამგვარად მეგობრებო, ესეთი სამწუხარო ამბავი მოხდა UFC-ს სიყვარულში, ჩვენი ჩემპიონი დამარცხდა და ჯერჯერობით იმედია რომ სულ რაღაც დროებით წაგვართვეს კამარი და ხო ვამბობ რომ ოღონდ ამ ღრუს არ წაერთვა და ნებისმიერთან დაეკარგა ეს კამარი, მაგრამ სამწუხაროდ მაინც და მაინც ესე მოხდა, როგორც არ გვინდოდა და ერთადერთ შევეხები სასიკეთო და ესე ჩვენ გასახარებელ ამბავს გუშინ რენს მოუგო PSG-მ 5-0 და კვარამ გაგვახარა ძალიან და 2 ბურთი შეაგდო. აი ამ სასიხარულო ნოტაზე დავამთავრებ აი ამ ვიდეოს მეგობრებო და იმედია რომ მერაბის მხარზე ისევ გადაკიდებულ საჩემპიონო კამარს ვიხილავთ. ყოველივე საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით, აბა დროებით.